მეგობრებო, მოდი ესეთი თემატიკა ვნახოთ ახლა, რა უნდა იცოდეთ თქვენ პარტნიორზე და რა არ იცით. რასაც კარგი მაჩვენებს და ენერგეტიკა, გეტყვით მაქსიმალურად, რასაც დროში მოვასწრებ. ესე იგი, ლაიკები აუცილებლად არ დაგეზაროთ, ჩემი სიყვარულით იქნება თუ ემთხვევა, თუ არ ემთხვევა, მაინც ყველა ვარიანტში, სასურველი თუ ეს არ დაემთხვევა, სასურველი გაშლა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის სასურველი თემატიკა და გაშლა, ბევრი მაქვს ძალიან. რაც შეეხება პირად გაშლებს, პირადი გაშლებისთვის ტელეგრამი აღარ მაქვს. გავაუქმე, პირადში მომწერეთ და გეტყვით სად როგორ რა ფასები და რა დეტალებია ამ ყველაფრისთვის საჭირო. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ ახლა? გავიგოთ. ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ? სამიან ჟეზლი, მოლოდინში ხართ ადამიანის გამოჩენის. მოლოდინში ხართ სტაბილურობის გადასვლის თქვენი ურთიერთობის. სამიან ჟეზლი, ოთხიან ჟეზლი, ესე იგი იმატებს აი ეს წინა შეგრძნება და მოლოდინის რეჟიმი, რომ მოვა, როგორი დღესასწაული გვექნება. ხედავთ ამ კაცს, დღესასწაულია, ცეკვა, პიკნიკია, არ ვიცი, რაღაცას აღნიშნავენ ერთად ამ მომენტისთვის. თქვენ პარტნიორს თავის ტკივილი აქვს დამართული, მინდა გითხრათ, კალოთის სირში გვიჩვენებენ, რომ ხუთიან ხმალია, მის ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან იქნება, ეს სამუშაო თემატიკა იქნება, ოჯახის წევრები იქნება, თუ რა იქნება, თუ თავისი პრობლემები იქნება, ვალთან დაკავშირებით, თუ ნებისმიერი ბევრი ხართ ესე იგი და ბევრი რო არ ჩამოთვალო ის რაღაც, რაც თქვენ არ იცით, დიდი ალბათობით 100% იქნება, რომელიც თქვენ არ იცით, თავის ტკივილი აქვს ამ ადამიანს თავისი პრობლემებიდან გამომდინარე დამართული. კიდევ აქედან უჩიჩინებენ, ეს ყვავები არის ცუდი ხმები, ცუდი ჭორები, არ გამოგივა, ვერ გააკეთებ, ძალიან რთულია ამ ეტაპზე რო გადახვიდე, აი რაღაცებს ისეთ ზეუბნებიან, რაც მას აი ყვავით უზის, თავში უკაკუნებს. ტვინს უბურღავს ვიღაცა და ვიღაცეები ცუდი, ასე ვთქვათ, დაბალი საუბრებით, დაბალი ენერგეტიკის საუბრებით, არაპროგრესირებადია შენთვის, აი სამსახურს ეხება, ურთიერთობას ეხება, ძალიან ბევრი ხართ და ყოველთვის თქვენი იქნება, ანუ თქვენი პარტნიორის თემატიკა იქნება. რაღაც პროცენტისთვის იქნება ისიც, რომ ნაჩხუბარ მაპატიეთ. ნაჩხუბარ ენერგეტიკაში ხართ ახლა ერთმანეთის მიმართ ამ ადამიანს ამ კონფლიქტის შედეგად და საერთოდ ხუთიან ხმალით გამარჯვებული მხარე თქვენ ურთიერთობაში ამ კონფლიქტიდან გამომდინარე არ არსებობს, არც თქვენ ხართ კმაყოფილი და არც ეს თქვენი პარტნიორის მხარე არ არის კმაყოფილი. ხუთიან ხმალი ეს არის ომი, სადაც გამარჯვებული ამ ომში არ გამოვლინდება, იმიტომ რომ ორივე მხარე არის დათრგუნული, აი ამ ნათქვამი სიტყვები იქნება, შეურაცხყოფის სიტყვიერად მიყენება იქნება, თუ ესეთი ჟესტიკულაციით ჩვენება, რომ ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი და არ გავითვალისწინებ და გათვალისწინება არ ხდება ურთიერთ ინტერესების, ასე ვიტყოდი და ერთმანეთის ნათქვამი ადამიანებს ამ კარტით არ ესმით, სწორედ ვერ გებულობენ ერთმანეთისას. მოკლედ, იქნება მომენტი, რომ რაღაც პროცენტისთვის თქვენ ხართ კონკრეტულად თქვენ პარტნიორთან ნაჩხუბარ ენერგეტიკაში, სადაც მოლოდინის რეჟიმში ხართ, როგორც ვიძახი და ამ შერიგების, ასე ვთქვათ, დღესასწაულის ეიფორიაში, ელოდებით. დგეხართ უკვე, ასე ვთქვათ, გახურებთ, როდის გამოჩნდება, როდის ინებებს და მოგწერთ, როდის ინებებს და გამოვა კონტაქტზე, როდის ინებებს და სიამაყეს გვერდზე გადადებს და შერიგებისკენ წამოვა თქვენთან მიმართულებით. აი ესეთი ორი ვარიანტია. თუ და ნაჩხუბარი არ ხართ, შესაძლებელია მას თავის კონფლიქტები და ადამიანებთან შეუსაბამო სიტუაციიდან გამომდინარე მოუცლელობა აქვს, ვერ გნახულობთ, არ ჩანს, არც ალია ვერ იცლის, ასე ვიტყოდი, თავისი სხვა პრობლემებიდან გამომდინარე თქვენთან შესახვედრად, რა თქვენ ამ ყველაფერზე რაღაც ნაწილმა არც იცით და მოლოდინის რეჟიმში ხართ და ელოდებით, როდის გაგილამაზებთ დღეებს. დღესასწაული გექნებათ ერთად, არ ვიცი, აღდგომას აღნიშნავთ ერთად, ვინმეს დღესასწაული მოდის, დაბადების დღე იქნება ეს თუ სამეგობრო წრეში ვიღაცის რაღაცა კონკრეტულად აღსანიშნავი დღე, სადაც თქვენ გაიდღესასწაულებთ ერთად. აი ამ რაღაცა წინა
ეიფორიაში ხართ, რომ თქვენ პარტნიორთან ერთად ისეთი კარგი დღე უნდა მოვიდეს და უკვე ელოდებით. მოკლედ, როგორც გითხარით, ორი კატეგორია გაშლის მაყურებლის. მეორე კატეგორია გითხარით უკვე, რომ შესაძლებელია ნაჩხუბარ ვითარებაში ხართ და ელოდებით, როდის გადააგდებს თავის გვირგვინს სიამაყისას და შერიგებაზე წამოვა, ასე ვთქვათ. თქვენ ნაბიჯს არ დგამთ ამ შემთხვევაში. თუ ხედავთ და ხვდებით, რომ თქვენზეა ეს გაშლა, მაშინ გავიგოთ რა უნდა იცოდეთ თქვენ პარტნიორზე და რა არ იცით, რას გვეტყვის ახლა სამყარო. რა არ იცით და რა უნდა იცოდეთ. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ მას თქვენ არ ვიცი, არ იცით? გრძნობთ ამ ყველაფერს. მერვე მაღალი არკანი ძალით ამ ყველაფერს გრძნობთ, მაგრამ როგორც ესეთი ადამიანს შესაძლებელია ჯერჯერობით სიყვარული ხმამაღლა არ აუხსნია, ან პირადად, ასე ვთქვათ, არ დაუჩუქია და შენ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი უნდა გახდეო, ხმამაღლა, ასე ვთქვათ, უკვე ოფიციალურად ასე ჯერ არ უქნია და არ უთქვია. და ამის მოლოდინში ხართ, უნდა იცოდეთ ის, რომ ამ ადამიანს კიდევ ვიმეორებ, გრძნობთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს უკვე დადასტურებულად სამყაროსგან გეტყვით, რომ ამ ადამიანს სხივები აქვს სიყვარულის თქვენთან მიმართებაში. ეს არის შეყვარებულობის მომენტი, ეს არის პაჟი, პატარა მაწვილი, შეიძლება პატარა ბავშვით შეყვარებულია თქვენზე, აი 70 წლისაც რო იყოს პატარა ბიჭივით, რაღაცნაირად ემოციური ფონი აქვს თქვენთან მიმართებაში, გული უფრიალებს, პეპლები დაუფრინავს, თქვენ რო დაგინახავთ, არ ვიცი, თვალები ებლანდება, არ ვიცი, ძალიან ემოციებს და დიდ სითბოს იწვევთ მასში. შესაძლებელია თქვენი პარტნიორი წარმოადგენდეს წყლის სტიქიის წარმომადგენელი იყოს, ან ასცენდენტი მთვარე რაღაცა კონდეს წყლის სტიქიაში. წყლის სტიქია არის კიბორჩხალა, მორიელი და თევზების ნიშანი შეგახსენებთ, მაგრამ აუცილებელი არ არის ყველასთვის საერთო გაშლაში, რომ წყლის სტიქია იყოს მაინდა-მაინც. ადამიანი არის ძალიან მგრძნობიარე, ემპათიური, თბილი. აი როგორც გითხარით, თავის ტკივილი შეიძლება დაემართოს ვიღაცის კაკუნისგან, ტვინის ბურღვისგან, მაგრამ არ შეეპასუხება, არ აგრძნობინებს. ამ შემთხვევაში ეს ენერგეტიკულად მომდის და ეს არ არის დახასიათება პაშტასის. ეს უკვე ჩემი წაკითხვა ენერგიის. შეიძლება ადამიანი არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ძალიან ისეთი ადამიანს, რომ არ შეეპასუხება, არ აგრძნობინებს, რომ მასზე მეტი იცის და სიტყვაზე რომ ციცოდეს, რაღაცნაირი თბილი, მოსიყვარულე, ძალიან ემპათიური, ყველას და ყველაფრის მიმართ სიკეთით და სითბოთი, ის გულიანი ადამიანის ენერგეტიკა მოდის მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში და თქვენ ეს იცით, რომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია საერთოდ. ეს ყველაფერი იცით, მაგრამ მაინც კარტი მიჩვენებს და გეუბნებით. უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ხართ მისთვის შეზლის დედოფალი. შეზლის დედოფალი პლუს იმპერატრიცა. ეს არის ისეთი კოქტეილი, როგორი გითხრათ, ძალიან ცეცხლოვანი და მიმზიდველი ხო ხართ, ქალი, რომელიც შენში ყველანაირ მამაკაცურ გრძნობებს და ემოციებს აღწევს. ასევე თქვენ მისთვის ხართ ქალის კულტი, დედოფალი და ოთხივე, გარდა იმისა, რომ შეზლის დედოფალი წარმოგვიდგინა ადამიანმა და ეს არის მისტიური ქალი, რომელსაც არ ვიცი, პრაქტიკებიც კი შეუძლია, რომ თავის თავზე მინიმუმ განახორციელოს, სხვაზე თუ არა. ძალიან მისტიურია, ძალიან ცეცხლოვანია, შარმიანია, ძალიან დიდი ტემპერამენტი, გამოსჭვავის, ასე ვთქვათ, აი მის გავლაზეც კი ენერგიით და ცეცხლით სავსეა, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეთ, ეს არის ვერძი, ლომი და მშვილდოს ნიშანი არ არის გამორიცხული რომ ხართ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ძალიან ცეცხლოვანი ქალი ხართ, ძალიან გიყვართ მუშაობა და ენერგიის ჩადება თქვენი ძალის დემონსტრირება, რომ მიმზიდველი და განსაკუთრებული შარმიანი ხართ, ასევე ხართ იმპერატრიცა. მისთვის იმპერატრიცა ოთხივე დედოფალს მოიცავს, ეს არის ქალი კულტი, ქალი ღვთაება, რომელიც გინდა რომ შენი შვილების დედა იყოს, რომელიც გინდა რომ შენი ასე ვთქვათ დიასახლისი იყოს, ოჯახის მართველი იყოს, ქალის მხრიდან მართლს გულისხმობ და დამცველი შენი სინდისის, ნამუსის და ყველაფრის, ასე ვთქვათ. უნდა იცოდეთ ის, რომ გელოდებათ ამ ადამიანთან
სიმაღლეზე ასვლა, ურთიერთობების გაბრწყინება, ეს არის მეხუთე მაღალი არკანი, სადაც შეიძლება ჯვრის წერამდე მივიდეს თქვენი ურთიერთობა და გამარჯვებული ხართ ამ ურთიერთობაში. ყველა ვარიანტში კონკურენციის უნარიდან რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ ურთიერთობაში სიყვარული იმარჯვებს. გილოცავთ.